გადასაქმების პრობლემა და ახალი კარიერული გამოწვევების შიში ადამიანები ხშირად საკუთარ თავს პროფესიაში ვერ პოულობენ წლების განმავლობაში და ახალი გამოწვევები კი არა და ზოგჯერ არიან პროფესიაში, მაგრამ არ მოწონთ, არ უნდათ. ან აშინებთ, რომ ახალი გამოწვევები მათ ცხოვრებაში შემოვიდნენ. აშინებს თავიდანებე. არ უნდათ, მაგრამ არიან. არსებობს ასეთი შემთხვევა. ქვეყანაში უმუშევრობის დონე კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება დღეს საქართველოში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და რეგიონებში და იმ პროფესიულ სფეროებში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი სერიოზულ გარდაქმნებს იწვევს. ბევრი ადამიანი დგება რთული არჩევანის წინაშე, შეიცვალოს პროფესია, გადაათვალიეროს საკუთარი უნარები ან კონკურენცია გაუწიოს სწრაფად ცვალებად შრომით ბაზარს. ამასთან ერთად მსოფლიო ტენდენციები, დისტანციური სამუშაო, ფრილანსინგი, ხელოვნური ინტელექტი გავლენას ახდენს პროფესიული გადამზადების საჭიროებაზე და ახალ რეალობას ქმნის, რომელშიც ადაპტაცია არ არის არჩევანი, არამედ აუცილებლობაა უკვე. რატომ ვერ ხდება ხშირად განათლება დასაქმების გარანტი? როგორ შეიძლება საქართველოს უკეთ მოირგოს შრომით ბაზარი ახალ რეალობაში და რა როლი აქვს თავად მოქალაქის მხრიდან სწრაფად მიღებულ გადაწყვეტილებას პროფესიის შეცვლასთან დაკავშირებით? თემაზე საუბარი ჩვენ სტუმართან ერთად გვინდა გავაგრძელოთ. თამარ კანაშვილი, ტრენერთა ასოციაციის ხელმძღვანელია. შემოგვიერთდით, თამარ. მადლობა. საინტერესოა თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ დღეს იმ გამოწვევებზე, რაც რეალურად დღეს არსებობს ამ მიმართულებით და ვახსენეთ, რომ ალბათ ეს ყველაფერი აი ამ დიჯიტალიზაციის პროცესს უკავშირდება და გაჯეტების სამყაროში, იქ სადაც აჩქარებულია ყველაფერი, რეალურად ადამიანებს უწევთ, რომ სწრაფად მიიღონ ეს გადაწყვეტილება, მათ შორის პროფესიის ცვლილებასთან დაკავშირებით. საინტერესოა ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი ამ ხრივ რა არის დღეს. მადლობა პირველ რიგში მოწვევისათვის. ყოველთვის სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა. ერთი არის რომ საერთაშორისო ტენდენციები და მეორე ადგილობრივი ტენდენციები. საერთაშორისო ტენდენციების რო გაზრდილი არის მოთხოვნა ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. აქ შეგვიძლია ორი მიმართულება გამოვყოთ ძირთადად. ეს შეიძლება იყოს დასახელებული როგორც ყველაზე მზარდ მიმართულებად ხელოვნური ინტელექტის მიმართულება და მეორე შეგვიძლია ნამდვილად აღსანიშნავი არის კიბერუსაფრთხოების თემა ამ ინფორმაციულ ტექნოლოგიებში. 2025 წლის 1 წლის მონაცემებს თუ შევაჯამებთ 2024-დან 2025 წლამდე ჯერჯერობით 3.5 მილიონი მოდის ვაკანსია კიბერუსაფრთხოებაზე და საერთაშორისო ტენდენცია კიდევ უფრო მზარდია. რაც ვფიქრობ, რომ საქართველოსთვისაც დღეს თუ არა ხვალ აქტუალური გახდება და ჩვენ როდესაც მიმართავთ ახალგაზრდებს მნიშვნელოვანია ისინი მოემზადნონ მომავლის პროფესიებისთვის და ეს მომავლის პროფესია კი არა, ვფიქრობ, რომ დღეს არის გარდაუვალი რეალობა, რომ ამ მიმართულებითაც ვიყოთ მზად. ხო, თუმცა ადამიანებს მაინც აქვთ რაღაცნაირი დიდი კითხვის ნიშნები, შიში, ეს პროფესიები არ არის თითქოს ნაცადი, დატესტილი უკვე რეალურად დასავლურ სამყაროში ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა და ნელ-ნელა კავკასიის რეგიონის ქვეყნებშიც მათ შორის. თუმცა აი ახალგაზრდებზე როცა ვსაუბრობთ, როგორ უნდა მოემზადონ ამისთვის ინფორმაციული რესურსის არსებობა რამდენად მნიშვნელოვანია, თქვათ აი თქვენი აზრით, აი ეს პასუხისგებლობა ვინ უნდა აიღოს, ეს იქნება საგანმანათლებლო სივრცეები, იგივე ტრენინგ ასოციაციები, ესეთი როგორცაც თქვენ წარმოადგენთ, თუ ვინ უნდა იყოს აი ამ ინფორმაციის ნაკადის მთავარი წყარო ამ დროს? მადლობა ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვისთვის. ერთი არის რომ პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია რომ ყველამ გაინაწილოს, თუმცა ჩვენ ვართ მხოლოდ პასუხისმგებლები საკუთარ თავზე და საკუთარ ცხოვრებაზე. მესმის რომ ამის გადაწყვეტილების მიღება 17 წლის ასაკში ძალიან რთული არის. მეორე მხრივ შეგვიძლია აღვნიშნოთ რომ პროფესიები რომელიც არ არის ცნობილი, პოპულარული სულ არ ნიშნავს იმას რომ ეს იქნება თქვა ხვალინდელი დღისთვის მომზადება ან მაგალითად რამდენად აქვს ქვეყანას პროფესიები იდენტიფიცირებული, ტექნიკური ინჟინერია შეიძლება იყოს და სხვა მიმართულებები. რამდენი ახალგაზრდა აბარებს ბიზნეს ადმინისტრირებას. ან შევხედოთ სკოლას, ზოგადი განათლება, უნივერსიტეტი, კვლავ შემოიფარგლება, რაც არის დამსაქმებლის წუხილი ზოგადი განათლებით. ყველა უნივერსიტეტს არ ეხება, რა თქმა უნდა, სამაგისტროთ ზოგადი განათლება. ტრენინგ ინდუსტრიას აქვს თავისი დიდი როლი, რომ უპასუხოს კონკრეტულ უნარებს, კონკრეტულ საჭიროებებს. თუმცა დღეს მოთხოვნა რაზეც არის, ასევე არის შედარებით ზოგადი თემები. და მეორე მხრივ რო შევხედოთ, გლობალური ასპარეზი გვაქვს და აქ შესაძლებელი არის, რომ ჩვენ მხოლოდ კი არ ვიმსჯელოთ, აი
მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა ერთი კონკრეტული ზოგადი მიმართულებით, არამედ დავაიდენტიფიციროთ თუ პირველი პოპულარულს რომ თავი დავანებოთ, რისი კეთება მიყვარს, რისი კეთება გამომდის და რა შეიძლება გახდეს, თქვათ, საჭირო საზოგადოებისათვის. კონკრეტული გამოწვევები ახსენეთ და საინტერესოა აი დღეს რა უნარჩვევებზე გადის ეს გამოწვევები. ხშირად ვსაუბრობთ, რომ მნიშვნელოვანია სწორად პროფესიის შერჩევა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია საკუთარი უნარების გააზრება. ხო, აი თუნდაც ეს ტრენინგი ინდუსტრია რამდენად ეხმარება ადამიანს, რომ სწორად მიხვდეს შეიძლება თუ არა საკუთარი თავი დაინახოს ამ პროფესიაში და თუ არის ხოლმე ესეთი შემთხვევები, რომ ხშირად იცვლიან მე ადამიანები ძირითად საქმიანობას და აღმოაჩენენ, რომ უკეთესადაც შეუძლიათ სხვა საქმის კეთება და ეს რომ ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია, ამაზეც ვთანხმდებით, ხო? ერთი დიდი ბედნიერება არის ხედავთ ადამიანს, რომელიც თავის საქმიანობით ბედნიერია და ვეღარ გრძნობს დროის აღქმას. იმიტომ რომ ყველაფერი რაც არ უნდა გაიწლონ, ძალიან ხანმოკლე ასპარეზით არის და ყოველ დიდი სასჯელის ალბათ ეგ არის. მუშაობდე იქ, სადაც ან არ გამოგდის, ან არ გიყვარს და დღეს კი ვხედავთ, თუნდაც ტრენერთა აკადემიაში მომართვენობის დროს არის ხოლმე რომ ხშირად აღმოუჩენიათ ადამიანებს, რომ რისი კეთებაც უყვართ, ეს შეიძლება იყოს გაზიარება, სწავლება და ასევე არის ხოლმე რომ საკმაოდ რადიკალურადაც შეუძლიათ პროფესიები. თავარია რომ მიიღო გადაწყვეტილება და ასევე მიიღო გადაწყვეტილება რომ იყოს საუკეთესო და არ დაკმაყოფილდე მხოლოდ იმით რომელიც არის რომ რაღაცა 9-ზე მივედი და 5-ზე დავამთავრე სამუშაო და ეს გადაწყვეტილებები ერთობლივად აი ყოველდღიური გადაწყვეტილებებიც იმიტომ რომ არც ლიდერობა არ დგება ერთ დღეში არც პროფესიული ცვლილებები არ დგება ერთ დღეში და ზოგიერთი ადამიანი არის უბრალოდ ხოლმე ფიქრების ტყვეობაში ან უბრალოდ სცადა და ჩვენ გვჭირდება რეალური მცდელობები რომლებსაც მოაქვთ შედეგი ტრენინგებშიც გვაქვს ორი კატეგორია ერთი კატეგორია რომელსაც ტრენინგები საერთოდ არ გაუვლია და პრაქტიკოსია და მეორე კატეგორია რომელსაც ასობით ტრენინგი აქვს გავლილი მაგრამ საკუთარ საქმიანობას არ იწყებს თუნდაც იმის მიხვედრა როდის ხარ საკმარის როდის გადადგა ნაბიჯები და ტრენინგის გავლამდე კითხვების დასმა რომ რა რეალურ შედეგზე გამიყვანს ეს რა უნარს განმივითარებს და უნარები ახსენეთ ერთ-ერთი კრიტიკულად აუცილებელი უნარია თანამშრომლობითი უნარები კომუნიკაციის უნარები და ზოგჯერ არის პირიქით სკოლაში კომუნიკაციის უნარები უნივერსიტეტში სულაც არ არის დაჯილდოებული. დღეს აუცილებლად მნიშვნელოვანი არის რამდენად ადამიანს შეუძლია იმ გუნდში ასპარეზი იყოს გუნდური და ლიდერობაც და გუნდის წევრობაც დაკავშირებული არის კომუნიკაციის უნარებით. რეალურად ხო ეს ადამიანები ქვიან შრომით ბაზარს და აქვთ პოტენციალი რეალურად თვითონ გახდნენ მერე დამსაქმებლებიც, ხო? აი ეკონომიკური მოცემულობაც რო შევაფასოთ დღეს ქვეყანაში, ახალგაზრდები მათ შორის რომლებიც ირჩევენ პროფესიებს, რამდენად რეალურია, რომ რეალიზდნენ იმ მოცემულობაში, რაც დღეს ქვეყანაშია, ხო? ამ ყველაფერს ერთვის ის, რომ აქვს პოლიტიკური კრიზისი, ვიცით რომ არის ვაკანტური ადგილების ნაკლებობა ხშირად ამაზეც განსაკუთრებით რეგიონში არის ხოლმე კითხვები დასმული. აი ამ გამოწვევებს როგორ შეიძლება მოერიოს რაღაცნაირად ადამიანი ისე რომ ნიჰილიზმი გვერდზე დატოვოს. შეუძლებელია რომ დღევანდელი პოლიტიკური პროცესები არ მოქმედებდეს ნებისმიერ სფეროს და ნებისმიერ ადამიანზე. თუნდაც ის რომ ვერ გეგმავ მომავალს და ეს ყველაფერზე აისახება. მეორე მხრივ ჩემთვის გაჩერება და სიკვდილი ექვივალენტია და ჩვენ პანდემიის დროს ჰქონდა ესეთი რამე რომ რაღაცა დარჩი სახლში იყო კამპანია. ჩვენ დავამატეთ დარჩი სახლში და გაგრძელე გამიმთარება. დღეს არ ვიცი რა დავამატო, იმიტომ რომ ქვეყანაში სხვა მუცანა დგას და ახალგაზრდებისთვის და ყოველი ჩვენგანისთვის ეს ხელშესახება და ძალიან მტკივნეული თემა არის. ეს იგივე არის რომ ეხლა დღეს ისაუბრო ტრენინგებზე, როდესაც სახლში ხანძარია და ფიქრობ რომ თავარია რომ ჩემამდე არ მოსულა ჯერ ეს კვამლი, მოცული ვართ ამ თემით. მეორეს მხრივ ეს არის რომ არ მინდა რომ ნიჰილიზმში ჩავარდეთ. სწორედ ეს ჩვენი ამოცანა დგას რომ ვიმოქმედო. იმიტომ რომ სიცოცხლეც მოქმედებაში არის და ყველა მოქმედებას თუ არა რაღაც გარკვეულ მოქმედებებს მიყავ გამოცდილებამდე და სამსახური იქნება ეს თუ სხვა მდგომარეობა იქნება შენ ზუსტად იცი რომ ყველაფერი გააკეთე იმისათვის რომ გეცადა და ყველაფერი ენერგია. დღეს დროის მართვასაც ენერგია დაღიქვავენ და თუ ამ ენერგიას შევხედავთ ენერგია არ იკარგება დიდ სინერგიად გარდაიქმნება ხოლმე. და ბოლოს რამდენად მნიშვნელოვანია რომ რეალურად
დაუჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების და ამაში ადამიანი დაგეხმაროს, რომელიც ამას დაგაჯერებს, ასეთი ადამიანის არსებობაც ალბათ ამას მენტორს დაუძახებენ თუ რამე სხვა დეფინიციით განმარტავთ, რამდენად ცვლის ხოლმე ხშირ შემთხვევაში ჩვენს დარჩენილ მომავალ ცხოვრებას, ეს იქნება კარიერული მიმართულებით თუ სხვა წამოწყებაში და დასავლურ გამოცდილებაზეც მინდა კითხოთ, თქვენ ვიცი რომ ხშირად ადევნებთ ხო თვალყურს ამ მხრივ რა ტენდენციებია და რამდენად რეალურია ამ ყველაფრის საქართველოში ადაპტაცია და რაღაცნაირად მაგალითი ეს საერთაშორისო გამოცდილება რომ პერსპექტივას მივიღოთ საქართველოში. მენტორინგი ფანტასტიკური ინსტრუმენტია, ლიზა, რაც თქვენ აღნიშნეთ. საქართველოში ტრენინგებსაც ზოგჯერ ვერ ვნერგავთ. იქიდან გამომდინარე, რომ კონკურენტული გარემო არის ხოლმე და კი არ აღიქვავენ კოლეგას იმ ფაქტორად, რომ განავითარონ და რესურსით დარჩენ, არამედ შიდა კონკურენცია იწვევს ხოლმე ძალიან ბევრ გაუგებრობებს. ერთის მხრივ არის საკუთარ თავთან კომუნიკაცია, დიდ როლს თამაშობს. რამდენმა ადამიანმაც არ უნდა გითხრათ, რა საუკეთესო ხართ. მთავარი არის ასევე თქვენ რას ეუბნებით საკუთარ თავს და მეორეს მხრივ გეთანხმებით, რომ განსაკუთრებით კარიერის დასაწყისში უზარმაზარი როლი აქვს ვინ არის ჩვენი მხარდამჭერი და ჩემი ცხოვრების ისტორიაც ასე იწყება, რომ ერთ-ერთმა არაჩვეულებრივმა ადამიანმა მითხრა მე მჯერა შენ. ამიტომაც არის რომ ტრენინგების სფერო და ყველაფერი რასაც ვაკეთებ მე და ჩემი გუნდი, სწორედ ამას ემსახურება, რომ ახალგაზრდებმა ადამიანებმა საკუთარი თავის დაიჯერონ და ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ ამისათვის, რომ შევქმნათ უკეთესი მომავალი ქვეყნისთვის. ისე მაინც საინტერესო იქნებოდა ის მომენტი, როცა რა შეიძლება როგორ უნდა არჩიონ ყოველ შემთხვევაში, როგორ უნდა მივიდნენ იქამდე, რომ ზუსტად ამას ვირჩევ, ზუსტად ეს მინდა. ხა პროფესიის თვალსაზრისით და ამას გულისხმობ. ან ის რომ გაიაზრონ ადამიანმა, რომ არ არის აუცილებელი, რომ პირველივე ამას ეს ნამდვილად უნდა, იმიტომ რომ ხანდახან აღმოჩნდებიან, როგორც აღნიშნეთ და ვისაუბრეთ მთელი გადაცემა ხო დაახლოებით ამ ყველაფერზე, რომ აღარ უნდა არ უყვართ. და ეს არ არის პრობლემა. ხო, აი ამის მიმღებლობაც ალბათ მნიშვნელოვანია, რომ შეიძლება ადამიანმა ერთხელ მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რომ აღარ უნდა იმ საქმის კეთება, რომელსაც თქვათ თუნდაც მთელი ცხოვრება ემსახურებოდა. სხვა თაობა, სხვა მოთხოვნები არის, სამსახურისადმიც დამოკიდებულება შეცვლილი არის. ოჯახები აღარ რჩებიან რიგ შემთხვევაში და ეს ინსტიტუციაც კი განიცდის საკმაოდ დიდ ცვლილებებს. პროფესიაზე საუბრის დროს, რომელიც ასევე უზარმაზარ როლს თამაშობს, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ენერგია როცა გაქვთ სამსახურში ხართ, ეს არ არის უპირობო მოცემულობა იმ შემთხვევაში, რომ ერთხელ ავირჩიე და ამით დასრულდა, თქვათ, ყველაფერი. უნივერსიტეტებთან კონსულტაცია შეიძლება ეს იყოს. შეიძლება ის იყოს პროფესიული კითხვარების და ტესტების გავლა. ამ მიმართულებით არის გარკვეული ნაბიჯები გადადგმული, სადაც გაქვს შესაძლებლობა, რომ მეტი გაიგოს სხვადასხვა პროფესიების შესახებ და ჩაუყროთ. და პროფაილინგსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ადრე ადამიანებს არჩევდნენ ათვისების უნარით. დღეს უფრო და უფრო დასავლეთი ინტერესდება პროფაილინგით, ანუ ადამიანს რა აქვს ხასიათი, რა თვისებები, რა უნარები აქვს უკვე ჩამოყალიბებული, რომელიც მის ხასიათთან მეგობრობს და შესაბამისად იმის მიხედვით დაიგეგმოს, იმიტომ რომ ძალით რამდენიც არ უნდა გადაატრენინგო, რამხელა რესურსიც არ უნდა ჩადო, რა არის ის პირველადი თვისებები, პირველადი მიდრეკილებები, რომელიც ამ ადამიანს აქვს და ყველა ადამიანს აქვს რესურსი. არ მჯერა რომ ვინმე სიამოვნებს და ან სიამოვნებს ის რომ არაფერს არ აკეთებს, ან ყოველ შემთხვევაში ის რომ ადამიანის არმაც დაიბადა, ის დაიბადა უზარმაზარი ენერგიით, მაგრამ ვერ შეძლო მისი სწორად დაგეგმვა. თავარეს სწორად მიმართო ეს შენი ძალიან დიდი ენერგია. მადლობა. დიდი მადლობა თამარ კანაშვილი, ტრენერთა ასოციაციის ხელმძღვანელი საუბრობდა ჩვენთან ერთად.